პარკინსონის გაჩნდა დოზირებას 500 ჯერ ზრდის პარკინსონიზმის შემთხვევებს რა. თუ რა თქმა უნდა მაღალი დოზაა გამოყენებული. 4 დეკემბერი წინა წლის, როდესაც მე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს. მივმართე ძალიან ის წერილი, როგორც დეპუტატი, იმიტომ დავდიოდი ალბათ ბევრ სახსოვს. დიდი სამედიცინო ჩანთა მქონდა, დაწყებული პანთენოლიდან დამთავრებული სოდის ხსნარით ყველაფერი მეკოდა. მიყვარდა რომ ძალიან უცნაური სიმპტომები მივმართე სამინისტროს წერილით, რომ ხდება თუ არა გამოკვლევა ან ინფორმაცია მიეწოდება თუ არა სამედიცინო დაწესებულებს რა ნივთიერება არის გამოყენებული. პასუხი მივიღე, ალბათ ვიკიპედიიდან გადმოიწერეს, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ამის გამოყენება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცელსადენი და ციტაკის აირი. დიახაც ხდება ხოლმე გამოყენება, მაგრამ იგივე ეს გაერთიანებული სამეფო იქნება, იტალია თუ გერმანია, ყველა მიცის რომელი ნივთიერებაა, ყველა სამედიცინო დაწესებულება გაფრთხილებულია, რომ შესაბამისი ღონისძიებები ჩაატაროთ და ბევრჯერ ანტიდოტი არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს ანტიდოტი, ის ანტიდოტი გამოიყენოთ. პასუხი არ გამცეს. აი ეს არის ნახეთ, ამიტომაც მაშინ უნდა დაეწყოთ შესწავლა და ეთქვათ, იცით, აი ჩვენ გამოვიყენეთ, კი, აი ეს და ეს საშუალება, რომელიც თქვა საერთაშორისო კონვენციებით არის დაშვებული. როგორც კი ეს ინფორმაცია არ არის მოწოდებული და ეხლაც თვითონ არიციან რა პასუხი გაგვცეთ. ამ დრომდე არ არის და ეხლაც არ ამბობენ. აი ეს რა ეჭვებს გიჩენთ და ეს ადამიანები, აი თქვენ უსმენდით თამარ კანკალას. ზუგდიდიდან გვერდთვებოდა ახალგაზრდა ქალი. ასეთი არის უამრავი შემთხვევა მართლაც და მთელი ხა აი ამ დღეების განმავლობაში ყველა მედია, მე გულისხმობ კრიტიკულ მედიას, ყვებით ვაჩვენებთ ამ ადამიანებს და მე თვითონ ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მოიწამლა იმ დღეს და 3 თვის განმავლობაში მქონდა სიმპტომები, რომელზეც აი აბსოლუტურად ყველა ყვება და ლაპარაკობს, ეხა აღარ მინდა ახლიდან ეს მოუყვე. თუ დასამალი არაფერი აქვს, ხო უნდა ამბობდნენ, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? მეტყველებს რომ რაღაცა პრობლემა აქვს, რეალური პრობლემა აქვს, იმიტომ ხო გახსოვთ როგორ დაიწყო, ჯერ სიცილად არ ეყოთ ფილმი. მე ცოტა რაღაცა უფრო რეაქცია მისცეს და მე გამოძიება დაიწყეს და ხალხის დაბარება. გამკითხეთ როგორ მომიდა გააჩნია როგორ საშუალებას გამოიყენებდა პრაქტიკულად ამ შემთხვევაში როცა მასობრივად გამოყენებული აუცილებლად დეკონტამინაცია ქვია მეორე დღეს ანიმებას საღამოს უნდა მოხდეს გასუფთავება იმ ტერიტორიის გვერდზე პირველი სკოლაა ბევრზე საზოგადოებრივი კვების რამდენი რესტორანია კაფეა ყველგან უნდა შეხვიდე აიღო ნახო ხო არ დარჩა ამის კვალი კიდევ ამბობ ჩვენ არ ვიცით რა შენაერთია ეს თისი შეიძლება ხლორპიკრინი იყოს მე დავიწყე ამის ჩემთვის კვლევა უბრალოდ თავის დროზე ინსტიტუტი იყო სამხედრო ტოქსიკოლოგიას კარგად ვსწავლობდი და დავიწყე მე ხლორპიკრინი მეგონა უფრო რომელიც ზუსტად იძლევა ესეთ რეაქციას და თავარია გულის რევას მუცლის ტკივილს გასტრიტის ეს ხლორპიკრინიც იყო 1500 აი ეს განგზობითი თავბრუსხვევა წონასწორ აი მე მაგალითად ეს მქონდა სისუსტე 2-3 თვის განმავლობაში კიდევაც მქონდა ეს კომპიუტერი მე ესე მიმაჩნია ამით მე არ ქიმიური კვლევები არ ჩამიტარებია მაგრამ ისაც 1915 წელს იყო გამოგონებული ხლორპიკრინი რომლის მარაგები საბჭოთა ჯარს ჰქონდა არ ვიცი ბოლომდე და შეიძლება რუსეთ დღესაც კი აქვს ის მარაგები არაფერს არ გამოვრიცხავდა აქედან გამომდინარე უნდა თქვა აი გამოვიყენეთ ეს და ეს და არა რაღაცა ქოლგის ქვეშ არსებული ეს და ეს სადმე დარღვევა შესაბამისად სერიოზულად უნდა დაისაჯოს ის ადამიანი ეს იქნება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი, ყველა უნდა ამაზე პასუხი აგოს. რეალურად ხო იცით ეს როში. წინა მთავრობამ შეიძინა, ახლა საერთოდ თქვენს რო რკინის კაცმა შეიძინა. თქვენ რატო არ გაანადგურეთ არსებობს სპეციალური ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, საკმაოდ სერიოზული, რომელიც ეხმარება ყველა ქვეყანას თუ სადმე მოიპოვება თუ განადგურება უნდა, განადგურებას თავის წესი აქვს და დამარხვას და ასე შემდეგ. დაგეხმარებოდა, რატო არ გაანადგურეთ? თუ რეალურად პრობლემა არ გაქვს და ეს ყველაფერი დაშვებულია, გამოაქვეყნეთ და ამით დამთავრდება ყველანაირი საუბარი.